მოვა მაისი და ნახავთ ასე რომ გიპასუხოთ. ქართული ოცნება მაის და ამერიკელებს ერთად ელოდება. თუმცა მოვა თუ არა მაისთან ერთად ურთიერთობების ახალი ფურცელი არავინ იცის. ვისი იმედი აქვს ივანიშვილის გუნდს? ტევ-პირველის ინფორმაციით მაისში საქართველოში ვიზიტს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გეგმავს. ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება რა როგორ ამასე დეტალებს ვერ გეტყვით თუმცა ნახოთ რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია. აპრილი-მაისმა ჩაანაცვლა. ირაკლი კობახიძე ფსონს ახალ თარიღზე დებს და საკუთარივე გუნდის განცხადებებს ემიჯნება. აპრილის ბოლომდე იყო ვადა და მაისის ბოლომდე ეს გუნდოვანი მოლოდინია. ახა კალაძემ გითხრა ეს. არის კონკრეტულ კონტექსტში შეიძლება თქვა, კალაძემ ეს ყველაფერი. მე ასეთი ვადა არ მithქვამს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არა ერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში მაისის წეს აპრილი არ მithქვამს მაისს გეუბნებით. არადა მოლოდინი აპრილში გაგვიჩინეს. ჯერ კახაკალაძემ, შემდეგ კი ლევან მახაშვილმა დაგვიანონსეს, რომ შტატებთან ურთიერთობებში გარღვევა სწორედ ამ თვეში ექნებოდათ. აპრილის თვე დასახელდა, სადაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი. ამ კონტექსტს ეხება კი, ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას. აპრილში აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოში მიმდინარე პროცესები, სადაც ჩვენი ინტერესები ასევე დაემთხვევა ამერიკის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს საერთო ინტერესით ჩვენ წინ წავიწევთ. ის, ვისაც ქართული ოცნება ასე ელოდება, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. სონატა კოლტერს უკავია თანამდებობა, რომელსაც კახაკალაძე წლების წინ დასცინოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე. თანაშემწის მოადგილე რა უდურებია? ოფიციალურ საკმაოდ მაღალი თანამდებობა საქართველოს. თანაშემწე და იმის მოადგილე კიდე არ ვიცი. სონატა კოლტერს ამერიკის საგარეო უწყებაში ჩაბარებული აქვს რუსეთი, კავკასია, ევროპის უსაფრთხოება და პოლიტიკური საქმეები. თბილისში ვიზიტისას ის შეხვდება როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ოპოზიციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ წარმომადგენელთა გვექნება საუბარი ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც დღეს დგას ქვეყანაში. საუბარი გვექნება ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტის პროექტის უდიდეს მნიშვნელობასა და სტრატეგიულობასთან დაკავშირებით, მათ შორის ისე როგორც პოლიტიკურ და დემოკრატიულ საკითხებზე. თუ ქართული ოცნება არაფერს არ მოიმოქმედებს, გინდ აპრილი იყოს, გინდ მაისი და გინდ ოქტომბერი, არაფერი მისთვის სასიკეთოდ არ შეიცვლება ნორმალიზების კუთხით. უნებრივია, რომ ჩვენ გვექნება შეხვედრა ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და კიდევ ერთხელ განვიხილავთ საკითხებს, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რა შეიძლება ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ამერიკულმა მხარემ გააკეთოს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და დამარცხდეს რუსული, ჩინური, ირანული ეს მარიონეტული რეჟიმი საქართველოში. როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშორდება დე-ფაქტო ხელისუფლებას, ჩვენ აუცილებლად აღვადგინებთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. შეხვედრაზე ბუნებრივია ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ოცნების ხელისუფლების რეალური სახე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საქართველოს იზოლირება და ყველა ჯერზე, როდესაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია, მუდმივად ამას ვუსვამთ ხაზს, რომ საქართველოს ამ თუ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მარტო დატოვება არ შეიძლება და პირიქით მივესალმებით ნებისმიერი სახის ინტერესს საქართველოს ხაზს ვუსვამ სახელმწიფოს მიმართ. ახლა მთავარი კითხვაა, შეეცდება თუ არა ქართული ოცნება ამ ამერიკული ვიზიტის იზოლაციის გარღვევად წარმოჩენას. ცდილობები უკვე ჩანს, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვიდრე ივანიშვილის გუნდი ჩინურ-ირანული კავშირების გაღრმავებითაა დაკავებული, შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შანსი არ არსებობს. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტად მძიმდება აქ ადგილზე ვითარება და მძიმდება ვითარება ორივე თვალსაზრისით. დემოკრატიის პრინციპში შეგვიძლია სამწუხაროდ ეს თქვა გაქრობის დემოკრატიული პროცესის გაქრობის თვალსაზრისითაც და სტრატეგიული პარტნიორობის გაქრობის თვალსაზრისითაც. როდესაც ამერიკულ ინტერესებს ქვეყანაში, ამერიკასთან მეგობრობას, ამერიკასთან პარტნიორობას ანაცვლებს ამერიკის მტრებთან ურთიერთობა, მათთან პარტნიორობა.
ერთი მხრივ და მეორეს მხრივ ყავს ქვეყანაში პოლიტპატიმრები. რა თქმა უნდა, რთულია იმაზე ვილაპარაკოთ, რომ რაიმე ფუნდამენტური გარღვევა მოხდეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ტევა პირველის კითხვის პასუხად ამერიკის საელჩო წერს, რომ ამ ეტაპზე გამოსაცხადებელი ვიზიტი არ აქვთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი საქართველოში მაისის დასაწყისში ჩამოვა.